აბა თუ გამოიცნობთ, რა საერთო შეიძლება გქონდეს საქართველოს რკინიგზას, საქართველოს ფოსტას, სუს, საკრებულოს თავმჯდომარეს და თქვენ წარმოიდგინეთ საპენსიო ფონდის დირექტორს. აი, ეს ამბავი ვინც ნახეთ. საუბარია 240-დან 300 მილიონ ლარამდე, რომელიც გააქრეს, ანუ მე თქვენ ხალხს მოპარეს და როგორ? საქართველოს რკინიგზაში არის ესეთი კომპანია შპს მიდელ ინვესტი, რომლის დირექტორიც არის ვაჟა ხარაბაძე. ეს ვაჟა ხარაბაძე რო იცოდეთ, ოზურგეთში ერთი გაჭირებული კაცი იყო და უცებ დაეცა მილიონები. ნომინალური წარმომადგენელია კომპანიაში კონკრეტული სახე. ვაჟიკიას ტუზი დაეცა, მაგრამ ეს ტუზი ცხადია ქოცების კარტიდან იყო არჩეული. ვაჟას მამა ასევე რკინიგზაში მუშაობს. ფოთის რკინიგზაში. აი ამ სქემაზეა საუბარი. აი ეს სქემა, რაზეც ახლა აქ ლევანი საუბრობს. გაგიკვირდებათ და პურის ესე იგი ესე მარცვლეულის ტერმინალში, შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალში ვაჟიკიეს აღმოაჩნდა 16%-იანი წილი. ისევ იგივე ვაჟას. იგივე ვაჟიკიეს ცხოვრებაში ბიზნესი რო არ უკეთებ. 16% მიიღო კომპანიაში, რომელიც 200 მილიონიანი ბრუნვა აქვს დაახლოებით წლიდან წლამდე. ვაჟას მამა ჯერ კიდევ ფულს მაშინ პარავდა, როდესაც შევარდნაძის დრო საპენსიო ფონდის დირექტორი იყო. ის გაყენული პენსიები და რაღაცა გახსოვთ. ვაჟას მამა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. ვაჟას მამა ეხა რკინიგზაში მუშაობს, ფოთის რკინიგზაში და აი ეს სქემა რაზეც მარცვლეულის ტერმინალში, შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალში ვაჟას მამა კურირებს. გაგიკვირდებას და ვაჟას ბიძაც საქართველოს რკინიგზაში მუშაობს. ვაჟას ძმა კი, ვაჟას ძმა საქართველოს ფოსტაში მუშაობს, თუმცა პარალელურად ის სუსში მუშაობს, კი? ხო და ვაჟა, აი პირადად შენ უნდა გითხრა, რომ შენმა ძმამ ვერაფერი ვერ გასწავლა? არ ვიცი, ალბათ მიხვდები, რაზეც გეუბნები და ძმისგან აიღო უნდა მაგალითი, რომ ადამიანს როცა უთვალთვალებ, რაღაცნაირად შეუმჩნეველი უნდა იყოს. ძმა გასწავლის, ძმა სუსში მუშაობს. აბა როგორ უნდა გასწავლოთ? მოკლედ სულ ეს იყო, რაც მინდა და დამატებით მე თქვა ამ ამბის გაგრძელებაზე. აი ასე იპარავენ თქვენს ჩემს ფულს, აი ასე გვპარავენ მილიონებს და ადამიანები, რომლებიც გაჭირვებაში ცხოვრობენ, აი სწორედ მათ ხარჯზე, მათი საშუალებით იპარავენ მილიონებს და თვითონ ესე ბედნიერად, უზრუნველად ცხოვრობენ და მილიონებს იდებენ ჯიბიში.